საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რაც მოყვა ამ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ესეთი სახის შეხვედრების ჩატარება, ვინაიდან ინფორმირებული იყოს დაწესებულების ხელმძღვანელებიც, ექიმებიც, მედიკამენტების გაცემის და პაციენტთა დახმარების საკითხებს. სამინისტრო კარანტინის გამოცხადებას არ აპირებს, რადგან მე დღევანდელი მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ დელთა შედარებით განახევრდა გრიპის მიმართვიანობა საქართველოში. ამიტომ ის პიკი, რომელიც უახლოვდებოდა ეპიდემიურ სიტუაციას, უკვე თითქმის ნახევარჯერ შემცირებულია. ეს გართულებული შემთხვევები ქვეყანაში ყოველთვის იყო H1N1 გრიპის ვირუსის დაფიქსირებამდეც იყო წლის განმავლობაში 50-60-მდე ლეტალური გამოსავალი პნევმონიებით. ამიტომ შესაბამისად, ეხლა ყველა შემთხვევა არ შეიძლება მივაწეროთ H1N1-ს.